მოგესალმებით. მე ლელა კოტორაშვილი ვარ. დღეს უნდა გაგაცნოთ რიგით მეათე წიგნი. თანამედროვე ესპანელი საბავშვო მწერლის ჯორდი სიერა ფაბრეს მოთხრობა, რომელსაც ჰქვია ბიჭი, რომელიც ვარსკვლავებთან ცხოვრობდა. ეს წიგნი განსაკუთრებულად ძვირფასია ჩემთვის, რადგან ჩემმა უახლოესმა მეგობარმა თინა ბატიაშვილმა თარგმნა. თინა წლებია ბარსელონაში ცხოვრობს და ბოლო ხანს მთარგმნელობას მიჰყო ხელი. თინას თანამედროვე ესპანურ ლიტერატურას თარგმნის, საბავშვო ლიტერატურას და ვაკურ სულაკაურის გამომცემლობა დროდადრო აქვეყნებს მის თარგმანებს. ხშირად მოხდება ხოლმე პოსტები მასწავლებლების პოსტები სოციალურ ქსელში, რომლებიც დიდი სიხარულით გვიზიარებენ თინას ნათარგმნი წიგნების შესახებ შთაბეჭდილებებს. აუცილებლად თითოეულ წიგნს ჩემს ვიდეო ჩანაწერებშიც გაგიზიარებთ. ეს თინას პირველი თარგმანია და ბალიში კი ასე გამოიყურება. წიგნის მთავარი პერსონაჟი არის ფსიქიატრი დევიდ როხასი და მასთან ერთ დღეს მიიყვანენ პატარა ბიჭს, რომელიც გამოიყურება უჩვეულოდ. ის არის ძალიან გამხდარი, თითქოს წლებია აშიმშილეს, არ ლაპარაკობს, მხოლოდ რამდენიმე წინადადებას ამბობს და ისე გამოიყურება, ისეთი უცნაური არის მისი პრობლემები, თითქოს ამ სამყაროში არც კი უცხოვრია, ყველაფერი აკვირვებს, საგნებიდან დაწყებული, უჭირს ურთიერთობა ადამიანებთან და როგორც აღვნიშნე, ამბობს მხოლოდ ისეთ ძალიან გულსატკენ წინადადებას, როგორიც არის მაგალითად შენ, ხუან, ჭამე, ღორო, რაც ნიშნავს, რომ მასზე ძალიან ცუდად მოქმედებდნენ, მას ცუდად ეპყრობოდნენ. ფსიქიატრი არის ძალიან დაბნეული და ის იკვლევს ამ პატარა ბიჭის ისტორიას. ერთგვარი დეტექტივიც არის ეს მოთხრობა და ბოლომდე ჩაჰყვება დევიდი ამ ბიჭის ამბავს და საბოლოოდ დაადგენს მიზეზს, თუ რატომ არის ასეთი გამხდარი, რატომ აქვს მენტალური პრობლემები და ყველაფერი მიდის ამ ბიჭის ოჯახთან, აღზრდასთან. ჯორდი სიერა ფაბრა ამ წიგნით ეხება ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას, როგორიც არის სიღარიბე და უწოდებს მას მორევს, რომელიც უზარმაზარი ქვეყნის, ისეთი როგორც არის ესპანეთი და ამ ქვეყნის ქალაქებში არსებობს ეს მორევები სიღარიბის და რა მოაქვს, რა მოჰყვება ხოლმე ამ სიღარიბეს. აქ არის კიდევ წინ წამოწეული ფიზიკური ძალადობა ქალებისადმი, ასევე ბავშვისადმი, ასევე ფსიქიკური პრობლემები, მენტალური პრობლემები, რომლისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს 21 საუკუნეში საზოგადოებას, თუნდაც ისეთი განვითარებული ქვეყნის საზოგადოებას, როგორც არის ესპანეთი და აქ ჩანს მწერალი გვაცნობს პასუხისმგებლობით ახსავსე თავის პროფესიაზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს, ფსიქიატრს, როგორც არის დევიდ როხასი და მისი თანაშემწე ნანდრა. ეს წიგნი დაგვაფიქრებს ასევე იმაზე, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ თანამედროვე მშობლები, მასწავლებლები, მაშინ, როდესაც ბავშვები ძალიან დიდ დროს ატარებენ гаджеტებთან და ეს ჩემთვისაც, როგორც მასწავლებლისთვის თუ როგორც მშობლისთვის არის ცხრათავიანი დევი, უზარმაზარი პრობლემა, რომელსაც ყოველდღიურად ვებრძვი, ხან ასე, ხან ისე, მაგრამ ძალიან მჭირდება საზოგადოების დახმარება, ერთგვარი ალბათ რეგულაციები, რომლებზეც ვისაუბრებთ, განათლების სპეციალისტები ისაუბრებენ, ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, სკოლის
წარმომადგენლები, სასკოლო საზოგადოება და მივალთ ერთგვარ შეთანხმებამდე თუ რამდენი დრო უნდა გაატარონ გაჯეტებთან ბავშვებთან. აქ არის ასეთი წამძღვარება, ამ წიგნს აქვს, ეს ამბავი რეალურ მოვლენებს ეფუძნება, რომლებიც მომავალში მოხდება. და ეს რეალური მოვლენა ნამდვილად არ არის სახარბიელო, პირიქით შემაძრწუნებელიც კი არის. როგორც მთავარი პერსონაჟი ამბობს, პრობლემები დროსთან ერთად მუდმივად არის და ჩვენ უნდა მოვერგოთ ამ პრობლემებს, უნდა ვისწავლოთ მართვა და ეს მუდმივად იმისთვის, რომ ბავშვებმა არ შეგვაწუხონ და თქვათ დავტოვოთ გაჯეტებთან, ეკრანებთან, კომპიუტერულ თამაშებთან, ეს ყოველივე მშობელს შეუქმნის შემდგომ ძალიან დიდ პრობლემებს. არა მარტო მშობელს, პირველ რიგში ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის არის საზიანო და ძალიან ისეთი უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას მწერალი, რაც ვფიქრობ თანამედროვე სამყაროში ყველა საზოგადოებისთვის, ყველა ქვეყანაში ძალიან აქტუალურია. წარწერით დავასრულებ ამ ვიდეო ჩანაწერს. ეს არის ფსიქიატრის სიტყვები. ჩვენ ხომ როგორც წესი გვეხერხება ზურგი ვაქციოთ ტკივილსა და პრობლემებს, რადგან ეგოიზმი კაცობრიობის ბუნებაში ჯერ კიდევ თანაგრძნობაზე მეტად ბობოქრობს. თანაგრძნობა, ღიმილი, შეხება, ურთიერთობა, საუბარი და სიყვარული ამ ყოველივეზე ამახვილებს ყურადღებას დევიდ როხასი, ძალიან კარგი ფსიქიატრი და ეს არის ის, რაც ყოველთვის სჭირდებოდა და დასჭირდება ბავშვს იმისთვის, რომ განვითარდეს სრულფასოვანი ადამიანად ჩამოყალიბდეს, ჰქონდეს მყარი ფსიქიკური ჯანმრთელობა და ეს საზოგადოების თითოეული წევრი საფიქრალია. დიდი მადლობა, მომავალ წიგნამდე გემშვიდობებით.